მარი კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედება. როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმი მასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტ შეავდა, ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით 1 ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინკა გოგოს ავითხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი დედა ხო ეს დიალეზი როგორი ის არის? შენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. ე ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა. რა 240 ლარი? მანახე ჩეკი. 2 და 40 ბიჭო წერტილი აქვს შუაში. გინდა მოიგო 10000 ან 20000. კი. რა კი გოგო? დედა სულ გაუპერა ამან. Paybox-ის რეკლამას უყურებთ. გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი. მე სახში კიზახებით მოიგებ მაგას. ომარიკო დადე ექშაქარი დაიპნევა და დაგვესებიან ჭიანჭველები. ხო ნუ გათამაშებათ თავის წესები აქვს. Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტს და უთებ ტელეფონის ნომერს. 10 ბილეთს ჩუქნენ და მე ყოველ გადახდილ 10 ლარზე Paybox-დან 1 ბილეთი კიდე გემატება. ანასტასია Paybox-ი რომელია? შენ რო წაგებული 20 ლარი ჩაურიცხეთ ეკლას ტელეფონზე? ჯერ ეს ერთი არ წამიგია. თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები. და მეორე შენას მიკონტროლებ მე ვისრას გადაურიცხავ. ესე იგი რასაც ჩაულობ, თეკლას და თიკოებს ახარჯებ. მაგაჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება. ომარიკო დადე მეთქი ექშაქარი ბოგამტრევ ხელებს იწოდე. იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი. დე თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამს შაქარს. პესუკი უწევსო ასე თქვა. ხო და შეეშვი დააპნევ მაგას. ესე იგი როგორც შევთანხმდით ანასტასია ხელფასს რო აიღებ, ის ციგნების თაროხო უნდა ვიყიდოთ. ის ლამაზი შარვალი შენთვის, პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა. და 1 კილო შაქარი. გოგოებო ხელფასი ავიღე, სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე, შოპინგზე, ფეხსაცმელი ვინა ვიყიდო. შეიძლება კიდე მშვიერი ხარ გამოსული? ხო რაღაცა დიეტიტი კლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერ ჰაბი, პეკინის 18. წამო. სნიკერსი. აუ რამდენი ფეხსაცმელი. უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის გაქვთ, როიჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა სნიკერ ჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს? ეგ 115 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავია და უმაგრესი მოდელია. ტყავი, საკალნის თუ ხორის. მე გამოდი აქეთ რა გჭირს, ძალიან მშვიერი ხარ ხო? რა 2 გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოებო ამას გავისინჯავ და მოვალ. ისე რა ვიცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელი შევნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა.
რა გინდა არაჩვეულებრივი დღე იყო. ახალი მარტენსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფონ წაიყვანა. აუ წამოშა ორმებზე წავიდეთ. ინგა დამელოდე მეც მოვდივარ. წავედი გოგოები ხვალამდე. დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე. ფაიმე. კომუნალურების გადახდა დამავიწყდა. თეატრში უნდა წაგიყვანო. მართლა? აი მე როგორ მიყვარს თეატრი. მაყურებლად არა მსახიობად, რამე დრამატურში. აგერ არის მე ფეიბუქში და გადავიხადოთ. თან ხო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ. დაიცაბა, ბრას დავაწვე ახლა აქ. პირადი კაბინეტი. ვიცი. მან პირადი კაბინეტში დაამატე ხა ტელეფონის ნომერი. ნუ ურტყავ ეკრანს, უბრალოდ დიდაადე. სუდალიცა აპარატი. აჰა, დაემატა ტელეფონის ნომერი. ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ. ბაიმე. 87 ლარია დედა. აი 3 საათამდე როგორ შუქები ჩართული ხარ. მივიდეთ ერთი სახლში. რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან? ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ახლა 8 ცალი და კიდე პლუს 10, იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი. აჰა, ესე იგი 10, 8, 18, ხო. ბაიმე, ირმა, გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად. როგორ ახარ? რა ვიცი ვართ გოგო ახლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება გაკოცეთ კარგად ირმა ჩემო კარგო დედა რა პრაგუნობდა გოგო ნეტა ბაიმე ფავში დამრჩე თონეში დედა რამ ხელარიგია მაღაზიაში გახსენით რა მეორე სალარო თქვენ გონიეთ ახლა სალაროს გახსნიან მე ვიღამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე ჩვენი ბარათი თუ გაქვთ არა მაგ გაგიხსნით თქვენი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება არა არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით არ გნებავთ კი ბატონო შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი აუ პური დამავიწყე ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა ბოდიში ვერ ისურეთ გაჭირებულ ხალხსა რა გაია და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეული სარე იმედია ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად ასე წამლავენ ხალხს მაწონები მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა არ გახსნიან ცოცხალი თავით არ გახსნიან აი მე რაღაცა ვერა ვარ კარგად მოკვდა ქალი ბიჭო წაუვიდა გული ვაიმე გული წაუვიდა მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწეთ ერთი კაცით რა კარგად იქნებით ქალბატონო თეკლანილა ტალახია მანდ საად აბა რაზე ამბობ შენ ფიხსაცმელზია უკვე დაიგვიანი აუ კაი რა ჩემი თეთრი კეტები მოიცა ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის გიო ვახ ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და მადარტის ლობიანი გაგიჩიტეთ რა აუ ძანკაი ანუ დაიწყე ხო გიო მუშაობა დავიწყე რომელია თუ დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს თუ ინმეს უნდოდეს ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა აუ ძანკაი მოპედია გიო ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს ო ჩემი მოპედია ეს მაგით მუშაობ დამახ შეკვეთები ჩაულებრივად აუ დიახ ჩემო მომწერა ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა აუ რა კაია ლობიანზე ვთქვი მეზობლის დაღუპვა სამწუხაროა ნამდვილად აუ ძალიან კაი ქალი იყო სულ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უყვარდი ძალიან კაი ახლა ეგრეთ ვინერვიულებ რა ასაკში იყო უკვე ეგ ქალი ხო ნუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ ამ ლობიანს წავიღებ მე მოიცა ლობიანი სად მიგაქ აუ გლობობ მე მგონი ხა ძიებებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვედრად ესე იგი რა ჩირები და ჩურჩხელები რო ჩამოაქვს მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი აუ ძან მიფცედენ ტუალეტში შევალ შედი ხო დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში იკაც რა ვაჩვილო აპარატენ ჩარიცხვეში და მეხმარეთ
კიდე პრობლემა აქვს ალბათ, აი მობრძანდით Paybox-თან. აუ, ვერ შევედი იმ ტუალეტში. 51 წელია და მსუქანი ხალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაცა კეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გეთამაშებას ჩავდი ეს ხალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე ყურა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდე. ესე იგი, მე აქვს წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი, მაგ და კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართე. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეთე მიდი ჩავარდ მილიონდაკებში. უყურე, დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტირილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ, ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რო დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მოფთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის მოპირდაპირეთ არიან ახლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ, ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მნედა სად დავიხატო, ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშიერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ბავშვებო, დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვახწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიკეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოტდოგს ვჭამდი მას. და ეხლა ის ჰოტდოგი ნაკნას ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან. თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. 3 გვერდი აქვს, 3 კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მას 2 კუთხედი არსებობს? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შენიშნა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. აუ, ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. გოგო ისმის ჩემი ხმა? აუ ძალიან ჭედავს სოფელში ინტერნეტი. ისმის ხო და იცი ჩემს კარტოფილს როთლი. აუ ანასტასია როდის ჩამოხვალ? შენ გარეშე ვერ ვერთობით საერთოდ ჩვენ. ჩამოვალ ხო ამ დღეებში, მაგრამ აქ ძალიან სიწყნერია და მე მგონი მართლა დავისვენი. აუ მე ზღვაზე მინდა წერტლომარდია ჩემ ჯერ გამოცდის შედეგებს დაველოდეთ. აუ ზღვა ძალიან კაია მართლა. თეკლა შენ წიგნს კითხულობ? კაი რათიკო ვერ ხედავ რომ კითხულობს, просто უგუღმა უჭირავს.
აუ, კაითხავ არ კითხულობ და ამ ბოლო დროს მარტო ნოვატორზე ვფიქრობ. გუში მაგაცა ეძი ისეთები წავიკითხე, ეხლა დაჭყეტილი მაგ თვალების სიხარულისგან. აუ შეკიდეთ უეგრე ძალიან გიდა მიდი მაგ ნოვატორში და დააყენე საშველი. აბა ეროვნულებზე რო გიწერია გპ-ის საინჟინრო მაგით აპირებ ცხოვრებას. მართლაც გეუბნებათ ეგ მიდი და ისწავლე გრაფიკული დიზაინი რო ამბობდი. ინგლისურსაც უკეთესად ისწავლე მაგ ერთ წელში. აუ მაშინ შე რო ჩამოხვალ ანასტასია ორივენი ამოხდა და დაებაზრებით დედად ჩემს რომ ნოვატორში მივიდე. კაი ახლა შენ მოყევი რა, სოფლის საქმეს არ აკეთებ? აუ ძრო ხარ მოწველე. მიხადევები გოგო რა ძრო ხარ მოუწველი, ეგ ღამაგლია. ანასტასია მოვიდა საღამო და წამოდი ახლა ბოსელში. ვისე მოეწონა გუშინ მაგ ძრო ხარ ისევ შენ უნდა მოწველო. აუ ვიხევი. აუ წავედი ძალიან ჭედავს ინტერნეტი. უყურე ვერ მოვკალი რა. რა კოღოა კაცო ამისთანა? აუ მაგ კოღო მიკბინა სამგან. მერე კაიაო მარიკო, ეგ გემრიელი სისხლი გქონია. ხო ნენელა გაცლიან სისხლს და მთავარ კოღოსთან მიაქვთ. თავარი კოღო რომელია? თავარი კოღო სულ ბოლოს გბენს და კვდები. გაჩერდი გოგო ნუ აგიჟებ ერთი ამბავ შენი ჭირიმე რა. შენ გერ გაღვიძებს მე კაცო ყოველღამება ხან ნიანგები ესიზმრება და ხან თვალებ დაჭყეტილი დამრიგებელი. მაშინ ერთი აბა მარიკო სად გიკბინა? ერთი ნაკბენი ხელზე მაქვს, ერთი ფეხზე, ერთი კისერზე და ერთი იქ ტრაკზე. დედა მან რაღა უნდოდა კაცო. იმდენი ხანი იყო წეგან ტუალეტში თვითონ დაღლილმა უნიტაზმა რო არ უკბინე ეგ მიგვირს. დედა რამ წარეთი კბინებიან, რაღაც ახალი ჯიშის კოღოებია მე მგონი შემოსული, ჰიბრიდები. ეგ კოღოები კი რა ტოიოტა პრიუსებია ინგა. აუ მეც მიკბინა მე მგონი. იქ. დღეს ჩემი დაქალები მოდიან და ცივიყავები გჭირდება ძალიან გთხოვ. გაგიკეთებთ ხო, გაგიკეთებთ. თან ხო იცი უბრალო არ ვიცი მე, ჩემებურს გავაკეთებ ნაყინით. თეკ მოვედით, ლიფტს რა ჭირს? გოგო გაფუჭებულია, გუში მე და ჩემი შეყვარებულია მოვდიოდით და ზუსტად კარებიდან რა გამოვედით, მაშინ გაფუჭდა. ანუ ლიფტში ყველა იმ შეყვარებულთან იყავი, ვინც კი ყოლია. მაშინ გაფუჭებული იქნება. ვერ გაუძლებდა დროსები. მობრძანდით გოგოებო, მოკლედ ამაც იოკა თქვენმა დაქალმა ყავები გაგვიკეთე გოგოები მოდიანო და აი, ჩემი ცივი ყავები ნაყენით. დასხედით აბა და მითხრა ერთ-ერთი რა საქმე გაქვთ ასეთი, რა ხდება? მოკლედ ნუნუკა დეიდა მთეკლას ძალიან უნდა რომ ნოვატორში მივიდეს. აკადემია რომელშიც პროგრამირებას და გრაფიკულ დიზაინს ასწავლიან და თეკლას უნდა გრაფიკული დიზაინის სწავლა. კი, მაგრამ უნივერსიტეტი გოგოებო, ამდენი ხანი რისთვის ემზადებოდა ტყუილა? აუ კაით რა, რას ემზადებოდა ნახევარი გაკვეთილები გაჩუნდი გოგო. იმიტომ ამბობ ნუნუკა დეიდა რომ არ ამგონია ქართულის 16 ქულით დიდი შანსები გქონდეს. აი მე ქულა აღარ გამახსენოთ რა ლამის თავი მოგჭრა. ისე ეს დიზაინები სულ მოწონდა ამას. აი მე ერთხელ დრუმსიკი გადაჭრა თავისი და თავზე დაიფარა ქუდი გაფაკეთეო იწახდა. აუ დემივიდეთ რა ნოვატორში, მან გრაფიკულ დიზაინსაც ვისწავლე, ინგლისურსაც და გასაუბრებებითაც იდეალურად მომამზადებენ. წავიდეთ ხო, წავიდეთ. ხა რაღაცასი აქებთ და მოგწონს, მივიდეთ მან და გავიგოთ ყველაფერი. ოღონდ შერამე ისწავლე და ძალიან კარგი, ხო და ჩვენ გაგვიმარჯვეს ამ ცივიყავით. აუ თეკ გარე ძალიან ცოტა და შემთხვევით გადაჭრილი დრუმსიკი ხო არ გაქვს. სახლამდე რო დავიფარო. ომარიკო ამ გვერდზე თუ შეგეშალოს დაწერა. ჩათვალე რომ მკვდარი ხარ რა. კაი, აღარ შემეშლება. რა დავაწერო თავზე, რომელი თვეა ეხლა? ოქტომბერია. დააწერე ხო, საშინაო დავალება. შეხედე რა დააწერა. ოქტომბერს მოგწენ მე შენ. ოქტომბერი. აუ რა გინდა თვითონ მასწავლებელმა გითხრა რომ ესე დააწერეთო. არა, ოღონდ თავი გაიმართოს და რეებს ამბობს, გესმის? არაფერი არ მისმის ეხლა, აფლიპმენს თამაშობ. Samsung-ის საიტზე ჩაეშვა ახალი თამაში და მაგას ყომარო ფური საათია. გათამაშებაც იქნება მალეო ასე ამბობენ. ხო, შენ იფრინე მან ვირტუალურ სამყაროში, აგერ შენ მაძმა წერა კითხვა არ იცის. დამიწერა აქ ოქტომბერი. მიყური ახლა ამოხია გვერდიც. დამიტოვა 4 ფურცელი რვეულში. აუ ეს მე დავწეროთ, მანამდე ბუნების წიგნში რო კროსვორდია, ეგეთ შესაძლებელი გვაქვს. ანასტასია, მათამაშებ მე მეც ფლიპმენს. შემოbrunდი აქეთ. მაჩვენე ერთი წიგნი. აჰა, 5 ცალია კროსვორდში, პირველი. დადის კედლებზე აკეთებს ქსელებს რა არის? სპაიდერმენი.
Spider-Man-ი არა, Flip-Man-ი. ვერ ახარ შენ, რა. არ ჯდება. კაი, მეორე გავაკეთოთ. დაფრინავ სახლში ძალიან სწრაფად. აბა? კოღო იქნება. არა, ეგ არ არის. ვახ, შენი. კიდე წავაგი. ბუზი. სიკვდილის ბუზი. ვაიმე ანასტასია, შენზე ისეთი ნაწყენი ვარ, რომ არ ვიცი რა. ნაწყენი რატო ხარ? ვითო არ ახსოვს. და გავიწყდა რომ მითხარი, ჩემს არაფერი გაიკეთებია არასდროსო. როდის გითხარი, ეგ საერთოდ არ მახსოვს. კი ბატონო, ნუ გახსოვს, ნეკთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო დედა. რა ვიცი, აბა შენი შვილი რო გეტყვის, არაფერი გაიკეთებია არასოდეს ჩემთვის, როგორ ვიქნები. კაი, გადმოგირეკავ საღამოს რა. გუშინ წინ ანასტასია მეც მითხრა ცუდი რაღაცა. ამაზე უარესი რა გითხრაო, მარიკო? რა და ეზოში ჩავდიოდი და ყველას დებილი ეგონებიო ასე მითხრა. მან რაც თავარი იყო, იმას არ ამბობ. სიცოცხლეებით რო ჩადიოდი კოკის პირველ წვიმაში. ინგა, მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. აბა როგორ ხართ? რა ვიცი, აბა ნაწყენი ვარ ამ ქალბატონზე. რა მითხრა არ გაინტერესებს? მთელი ცხოვრება ჩემთვის არაფერი გაიკეთებიაო. როგორ ვიქნები? არ მithქვამს მეთქი ეგეთი რაღაცა არასდროს. ნინო დაიძახის ეზოდან, გადმომხედოსო. ხო, ნინო. არა, ანასტასიაზე ვარ ძალიან ნაწყენი და ვერ ჩამოვა. ასე მითხრა რომ მთელი ცხოვრება არაფერი გაიკეთებია ჩემთვისო. გაისაინეთ ამ ერთხელ ჩემ გარეშე, ხო? შეხედე მთელ კორპუსს გააგებინა. როდის გითხარი, აბა გაიხსენი? გამახსენდა. ექსკურსიაზე რო ვიყავით და მთაზე ავდივდით, მაშინ მითხარი ეგ. მე კიდე ცხარი გამოვიქცე და დამეტაკა ფეხებში. მეტი არ მახსოვს. ექსკურსიაზე ბოლო 4 წელია არ ყოფილი ვართ. და ეს ცხარი წაიდან მოიტანე საერთოდ. კაი, ხო, არსებობს მცირედი შანსი, რომ დამესიზმრა. გაიგეთ უქროშულ სადააწერეს ბოლუზარის პერანგზე? ფეთქებადი ფილერი. მაგაში არაფერი არ არის გასაკვირი ნამდვილად. იმიტომ რომ მე დავაწერე. ახლა ეგეც ამას დაბრალდება და თმებით-რევის მეორე ტური გვექნება. აღარ გვექნება თიკო. თუ გახსოვს გუშინ სკოლა დაამთავრე. თან მე ჯიონფის ახალგაზრდულ ფორუმზე უნდა წავიდე. სადაც ოქროშვილი ნამდვილად არ გაიჩიტება. ოქროშვილი არ მაგრამ ჩვენ გავიჩიტებით. გითხარი აბა ეგ რა არის? საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი ატარებს მაგ ფორუმს. ახალ ხალხს გაიცნობდა პროფესიაში გამოგადგება ძალიან. თან იძლევენ ორენოვან სერტიფიკატს. გოგოებო, სანამ ახლებს გაიცნობთ, მანამდე ძველები მოიშორეთ. კაი, ოქროაშვილი მოდის. ქალბატონო თეკლა გურგენიძე, დავადგინე რომ მაისორზე ფილერი შენი დაწერილია. ქართულის მასწავლებელს ვაჩვენ და ხელწერა მოიცნო. თმებით თრევა სერია 2. როლებში თეკლა გურგენიძე და მარიამ ოქროაშვილი. დამდგმელი სცენარისტი ანასტასია ზედგინიძე. ოპერატორი თიკო. მაგარი სიტყვით გამოსვლა გამომივიდა. მართლა უნდა გავიჩიტო ჯიონფეში. ძალიან კი გითხრია თეკ, მაგრამ იმენ არაფერი გეტყობა. ხა. აუ, ისეთი ვიდეო გამოვიდა, რომ დიდ ეკრანზე უნდა ნახო ადამიანმა რა. აუ, თეკ. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო, ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო, ხო გუშინ რო გაჩვენი? რა ზმანები, გოგო, წიგნების ფესტივალია, 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცე, ნარუტო სათამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს, მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიძია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით. და 50 ლარი ლია დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ აქვს, პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებით საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო.
ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგესესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალპი ფულები დაკ. ჯე, ჩვენი კარების საკეტი გაფუჭდა, სულ დაიშალა. ვაიმე, სულ მოძრა უყურე რა. ვიღაც გავაკეთებინებ ახლა ამას დღეს. კიდე კარგად გაძვდა მაგ საკეტმა. 2010 წელს რო დააყენე. თქვენ ჩემზეც ეგრე იტყვით რომ მოვკვდები. კიდე კარგა ხანს გაცვლო. პროსტო შეხედი როგორ აბუქებს ყველაფერს. აუ ჯე, ქურდი რა შემოვიდეს ხა მე დაგხოცოს. ეგ ქურდი კი არა, მკვლელი გამოდის ომარიკო. ვაიმე, მეც დავფიქრდი ახლა და საშიშია კაცო ამაღამ დაძინება. მე ვერ გავათინებ, თორე ხვალ საშინელ ხასიათზე ვიქნები. ხო, შენ მარტო გათენებული ღამეების მერე ხარ საშინელ ხასიათზე. თორე დანარჩენად გაცისკროვნებული ხარ და 10-10 დაგთამაშებ სახეზე. და რა სიტყვები ვთქვი, ჰა, რაღაცა ლექსივით გამოვიდა. ხოდა მკვლელი რო შემოვა, ამაღამ მოუყევი. ვერც მე გავათინებდი, სკოლაში უნდა წავიდე დილით. კვირას მიდის სკოლაში, კონდეს ახლა ამის იმედი. კი ბატონო, კაცო, მე გავათინებ. დავჯდები აგერ კალიდორში და ეგ იქნება. ვაიმე, რომელი ხარ, კაცო? აუ, ხერხი მარში ჩამატყა პროსტა. ინგე გინდა მაგარი ფული გავჩითო? 35,000 ლარი. დაიმე ბანკის გაძარცვაზე არც იფიქრო. რა ბანკის გაძარცვა? ინსტაგრამ გათამაშება, spot of giveaway-ზე. აუ, თუ მოვიგეთ საოჯახო ნაყინს მიყიდით? მაგას არ ჭირდება 15,000 ლარი, 7 ლარი უნდა. ინგა ლინკი ჩაგიგდე, მან დაწერე კომენტარი და 104 მე დააფოლოვე. დედა, თუ მოვიგეთ ამდენ რაღაცას გავაკეთებთ, ჰა? აბანოს გავარემონტებ ეგრევე. მოიცაბანო ხორი წლის წინ გავარემონტით. ვაიმე, აბა რაღაცაში ხო უნდა დავხარჯო, კაცო, ამდენი ფული. აუ, მეც ხომ მიყიდით საოჯახო ნაყინს. დედა, რამდენ რაღაცას ვიყიდი, ჰა? ახალი სარეცხი მანქანა, ახალი მაცივარი, საოჯახო ნაყინი. 7 ლარი მიეცი შეშვილს და დღეს ვეისურვებთ მაგ ბოლოს სურველს. ხუმრობის გარეშე მართლა ძალიან მაგარი გათამაშება. შეიძლება რომ ზუსტად შემოიგო ეგ ფული. მონაწილეობის მისაღებად გადადი ბიოში მითითებულ ინსტაგრამზე და მიყევი ძალიან მარტივ ინსტრუქციას. წარმატებები. ეხლა უხრუაშვილს მოკლავ და ზედ მოვაყრე თავის ეთქვირიან წამწამებს. რეებს ეს კლასის ჩაჭ, ამას ფილერი ხო არ აწუხებს. ხო, ვიჩა ფილერი გაიგეთა უხრუაშვილმა? ხო, გან საიდონლო, თან კითხა საიდან ვიცი. ნახე რა დაწერა, ბოლოზარი არ გვინდა გოიმობაო. რისთვის არის სკოლაში 12 წელი? ამან უეჭოლა თავის ზომა პერენგი ვერ იშოვა. გოგო 2 კილო ნახევარი აქ მომატებული. გოგო ალტის აქ ბოლოზარი მე-12 კლასელებისთვის 21 მაის. ნახე თან რეები იქნება, კვება, გართობა, DJ. ჩათვალე რომ მოვდივარ, ძალიან ბევრი უნდა ვიცეკო. თიკო სათხარ ამდენი ხანი? გოგო რავი, ოქროაშვილი მელაპარაკებოდა, 21-ში ყოფილა რაღაცა ბოლოზარი ალტეში და მან წავიდეთ მე შენ და სალომეო. მე ხადავები? რა ნაგლი გოგოა პროსტა? ოქროაშვილი უიშვეთესი გველი რო ხარ ალბათ ხვდები უკვე. ჩუმად რო გეგმავ ყველაფერს. მადლობა თქვენ ამას კლასში ჩატში არ ვაგზავნი. აი ასე. კი ზუსტად კლასში ჩატში გაგზავნი ახლა ეგ ვოისი. აუ, იმინა დავიღუპე პროსტა. მოიცა წავშლი. ძალიან დაგვიანია უკვე 16 მაგაცმა ნახა. 17, 18, 19. კაი, მოიცა რა მე მოვიფიქროთ. რა ვქნა ეხლა? ვერაფერს იზავთ, მე ბიჭრევა წავა კლასში ორშაბათს, თიკვარ გაცდინო. აუ, ჩხუბი არ აქცდება ანასტასია, თან ხო იცი ოქროაშვილი რანაირია. კაი, ხო ნუ პანიკობთ, რა მე მოვაგვარებ მაგას ეხლავე. ბავშვებმა მოკლედ ანასტასიას იმის თქმა უნდა რა, რამდენიმე გოგო წავსულიყავით მარტო ალტეში ბოლოზარზე. ჩვენ გოიმ კლასებთან არ მინდა უბრალოდ ასე თქვა. მეტი არაფერი რა. всё. ინგე საბუთები გამზადი. სკოლიდან გადავდივარ. ანასტასია მოვედი, თქო ხელცარიელები. მობრძანდით გოგოებო, სამაგერო თქვენ და ქალია მომზადებული, სასუსნაოებით. აუ, ანასტასიის ციხე ჭორები მოვიდანით, რომ უკვე პირი მეწვის რო ხვდები რა უნდა მოუყვე. თიკო აქეთ შემოდი შენ აქეთ დაჯექი, სპეციალურად ჩავაბნელი ოთახის ეს მხარე. თეკლა შენ მან დაჯექი. გოგოებო, ეხა ინგა გვიმკითხავებს ყავის ჭიქებზე.
ხედავ ძალიან მაინტერესებს რაღაცები და ვკითხავ რა. ხო, მაგას ვამბობ. ინგა გეხოცები ყავაზე გვიმკითხავე რა. რაიმე, ანასტასია ხო იცი რამდენი ხანი არ გამიკეთებია ეგეთი რაღაცა. თან არ მიყვარს ახლა ეს ხვის ცხოვრებაში. კაი ხო. აი ჩემი ჭიქით დაიწყეთ. აუნერვიოლდი. რა იყო ხო არ გეშინია რამე საიდუმლო რო არ გამოგიჩდეს. მე არაფერს არ მეშინია, რეკ შენი ნერვიული კლასო რო ამოდივა ჭიქაში. კუჭი რო გქონდა ერთი კვირა აშლილი. ფარდები იყო შემოფარებული. აი თეკლა შვილო დავინახე რიცხვი 46. ეგ ყოფილი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა. ხო. ვაიმე ვიღაცა გიყურებს შვილო ბუზთვალებით. არ არის შენი კეთილის მსურველი ეს. ნუცა კეკელავა, მაგრამ ჩემთან რა უნდა რას მერჩის? რას მერჩისო? შეყვარებული წაართვი ერთი კვირის წინ. აუი ხო დამავიწყდა. ტიპი რებზე იბოღმება, ინგადეი და ხო ხდებით უკვე რადონის გოგოცარი. ვაიმე მოიცადეთ. ბავშვის აკვანს ხედავ, კაცო, ნას ვაწერია. აი მარტივია, მე ხო ნაშვილები ვარ. ტუალეტი სასწრაფოდ. ძველი ფოტოები ვიპოვე. ვაიმე, ომარიკო, ძველი ალბომის ფოტოები და დავიწყებული მქონდა ეს მე მასადა. ანასტასია, ნახე რა ტიპი იყავი პატარაობაში. ძალიან მაგარი ჯემპრიმაცვია. ჯაუ ბორჯომი 2010 წელი. როდინდელია. ხო, აი მზიარებოსთან სოფელში ნახეთ როგორ ძროხები გვყავდა. ეგ ძროხები მახსოვს, იმინე მაგარ შვებოდნენ ეზოში. ყოველდღე ხვენი მქონდა ბასანოჩკები. ამ ფოტოში რატო ვტირი? მაჩვენეობა. რაიმე ომარიკო აქ ვარ ზოოპარკში, სირაქლემამ წაგართვა ნაყინი და მთელი ზოოპარკი შენ გაწნალებდა. ანუ ბევრი არაფერი შეცვლილა. გუში ნაყინი შევუჭამე და იცრემლები ჯერაც არ შეშრობია რაც იტირა. აპარატო შემიჭამე ჩემი მარწყვის ნაყინი. შეხედი ანასტასია ჩახტილია. მაჩვენე. ტიტვალი რო დარბოდა ხოლმე სოფელში. მაჩვენეთ. გაიხა, სამწუხარო რომ ვეღარ ვნახავთ. ნავის ბუნკერში აღმოჩნდება. თეკლა გურგენიძე წეგარო სურათი დავხიე, ბავშვობის ეგ გამომიგზავნა. ტიტვალი რო ვარ. ქალბატონო, ჩემი აგენტურა მუშაობს, შენ მას 5 დოლარი გადავუხდი მაგ ფოტოში. ტიტლიდან არ ხარ. ბრუსტა. ანასტასია, მოდი კვერცხი დავაჭიდოთ. ხო იცი რომ მაგარი კვერცხი მაგ გაგიტეხავ კიდე. ხო, თქვენ დალეწეთ კვერცხები, რა გენაღლებათ. დგომა დაბარა უნდა ქნა. ვინც ვეღარ ეხავს კიწევს საფლავში. სულ თუ დალეწე კატეხილი კვერცხები მიმიტანია მაშინ ბაბუაშებთან საფლავზე. კაცი აკადემიკოსი იყო. მეშვიდე კვერცხი გამიტეხა უკვე. მე გამოეცადე ბიჭო, რანეროებში შლი ვერ გავიგე. მოდი აბა ანასტასია ერთი დავაჭიდოთ. ვაიმე მე ისეთი ორი კვერცხი მაქვს. რა ვთქვი ახლა ეს? გაგიტიხი, 1-0 ინგა. და რანერად გამიტეხე, გოგო, 1 საათი ვიკაკუნე კბილებზე ნორმალური აბარჩიო მეთქი. ვაიმე პლომბი თუ ჩამომძრა ახლა. ხა ჭოპური არ უნდა გამოაცხო, მშია. რა ვიცი, ყველი კი არ არის საკმარისი. გამოვაცხობ ხო ხაჭაპურს, მაგრამ კარტოფილს შავდებ შიგნით. ეგ ხაჭაპური აღარ არის, ტყუილია. ხო და ჭამე მოტყუებულმა მე რა ვქნა ახლა. მოდი აბა დამიჭიდე, მე მგონი ეს მეორე კვერცხი კარგია. კიდე გაგიტეხე, იმინე უძლიერესი ვარ. მაჩვენე ერთი რა კვერცხია რა. რატო არ გატყდა ანასტასია? დედა რამ ხელა გადასახადებია მოსული, 160 ლარი. მესამე თამბობ უკვე მაგას, მე რა გავაკეთო? რა და გამოაძრა ეგ ტელეფონი როტენი. მოვედი და ეს ქუთარი დოკარებში, წყლის გადასახადია 10 ლარი. დედა 10 ლარი წყალი როგორ დავხარჯეთ, კაცო? როგორ და ომარიკო რო გამოდის ტუალეტიდან იმას ერთი ჩარეცხვა არ ყოფნის, 4 ჯერ უნდა ჩარეცხო, მინიმუმ. ჩემთან რა გინდათ? რა გვინდა და 10 ლარი გაქვს დასადები.
გაზეთ გადასახადი 90 ლარი რატომ მოვიდა? თვითონ გათბობა არ ჩაგვიდავს და ადილებით დავდივართ სახში. ჩემო თახში ჩავთავ ხომ ცოტა ხანი გათბობას ახლა. სიცილიაში კი ვერ ვიცინებ. კი, ნაკავშირს ფულს ვიხდით? ვიხდით კი სამლარს. ისევ არ ეხა გამწარებული საერთოდ არ გადავყრე იმ ნაგავს და იგი იქნება. ვაიმე, ომარიკო საწოლის ქვეშ რო გავაკეთებინე სათავსო. მან რო ჩავაწყო ნაგავი რა უჭირს ნეტა. აუ, ტელეფონი დამიჯდა პროსტა. კი, გაკეთილები მაგ სასწაული. ვაიმე, შუქი არა ანდოთ, ეხა ჭკუიდან არ შევიშალო. ომარიკო, მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას, გოგო, ხანძარი მინდა ეხლა სახლში, ძლივს ბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არცალია, ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს. მინდა კი არა უნდა მყავდეს. რეები ჩაწერე აბა ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი, პირველი ადრე ჩავწერი, მე რაღაცები მიწერია კიდე. ნეტა რამე გრანტი არ გაღებინა ანასტასია, ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თუნ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცა სიტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა, კუჩი რო წყლული გამიჩნდება ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტე სად არის შორია აქედან? საბურთალოზია ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იცი, ომარიკო? მე ბევრი რამე ვიცი. აი მაგალითად ის რო სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება ომარიკო შენი პარიკმახერი წავედით აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა ბიჭო 10 ვაშლი ქონდა ანას 10 ვაშლი როგორ გიჭირს ომარიკო ეს მათემატიკა რა უბედურებაა კაცო აჰა ძმაც დაიწყო უკვე ხო მათემატიკა ძალიან მიჭირს სულ ვარ დავწეროთ აბა დაჯექი ახლა მანდ დედო რა თხელი რვეული გაქვს ომარიკო რა არის ეს 48 გვერდიანი იყო ეს, მაგრამ რო ვხევთ ხოლმე 14-ია მარტო დარჩენილი. აჰა, ეგეც აყიდელი გამიხდა ესე იგი. რას წერთ აბა გამახსენე? რას და ანის ქონდა 7 ვაშლი. 7 კი არა, 10 ვაშლი ქონდა, ბიჭო, 10 ვაშლი. ვაიმე დამებნელდა თვალებში. ანასტასია მოდი ცოტა ხანი დააწერინე რა. აბა მოვიდა პროფესიონალი, რა უნდა დავწეროთ? აი ეს ანას აქვს 10 ვაშლი, სოფიკოს კი 80. რატომ? აჰა, გასაგებია. ლოგიკა უნდა მაგას უეჭველი. დაწერე, სოფიკო გორელია. გორელია. კაი, ახლა ეს. გიორგის 12 რვეული აქვს. რამდენჯერ მეტი რვეული აქვს ლაშას, თუ მას 48 რვეული აქვს. რანაირად წერია? კი ნამდვილად ცუდად წერია, შემდეგი. აუ თიკური ყავს. ინგა მოდი რა ჩამინაცვლი. ამას ოღონდ ტელეფონი არ გააგდებინო ხელიდან. წაიკითხე მიდი რა არის შემდეგი. გელამ 50 ვაშლის ხე დარგო. დიმიტრიმ მასზე 20-ით მეტი, ხოლო ვაჟამ ორივეზე 10-ით მეტი. სულ რამდენი ვაშლის ხე დაურგავთ? მაჩვენ ერთი. დედა გორელები ხო არ არიან კაცო ესენი? ვაშო ვიღაცა მთვრალი კაცები გვეძახიან. ბავშვებო მოდი ცოტა აქეთ გეგენაცვალეთ. უშენ გიექჩი და ბოლობდე. ვაშო შენი მიდი. გამარჯობა. ბავშვებო თქვენ გენაცვალოთ, გელაცია. ოფში ვის ბავშვები არიან ესენი? მაღაზიაში გაგზავნოთ თუ გინდათ პირდაპირ გვითხარით. უშენ გინახეთ ბები არიან. მაღაზიაში თუ გაგვეგზავნოთ, ოდკა შემოგვაკლდა. ოდკა რა არის? ოდკა არის ბიჭო რა არის ამ ხელაკაცმა? უნდა მოდი აქ გაგვისინჯე ეხლა. არ შეიძლება ეგ ჩემთვის. ერთი ჩიქა ახლა არაფერს არ გისაუბრებს. ხო აგერ ეს ბიჭი დალევს, ოღონდ შვილი წვი და ხელი გამოიღე თუ შეიძლება რა. მე დამილევია აქამდეც. აჰა, გამოცდელი მსმელიც გოლია. ორი ფიცაკეთებს ეს კაცი. უკრე გამიცხედა რა მაგარია.
აჰა, ნახე, კაცები შოვენ ბირჟაზე, ეხლა კიდე ვიღაცა ბავშვები ყავდათ მიყვანილი, იმათაც ასმევდნენ. ეს ბავშვები კიდე შტერები რა, ვერ გავიგრა, უბედურებაა, კაცო. ომარიკო, მოხვედი? რა გჭირს, კაცო? აუ, მაგარი მეძინებადი.